წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე FM-ზე 105.9 რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ გადაცემას ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენ წარსულზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე. გადაცემა, რომელიც ესე ძალიან გვიყვარს, რა თქმა უნდა, ყველას, იმიტომ რომ ხედავთ და ფაქტებით არის ყველაფერი ასევე დადასტურებული. სულ მოუთმობთ ელოდება ჩვენი ერთგული მსმენელი ყოველ ხუთშაბათს და ასე ვართ ჩვენ წამყვანები. ამ გადაცემას უძღვებით ორნი, ისტორიკოს-მკვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია და მე სოფიო ხუსიშვილი და გვაქვს ასევე ორ ენაზე, რომელთაც ძალიან ვამაყობთ. მეგრულად და ქართულად. როგორც აღნიშნე, გარდა FM-ისა შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში გვისმინოთ ინტერნეტით და რაც შეეხება გადაცემასაც მოусმენთ ლაივ რეჟიმში, რადიო ათინათის RTL-G, ასევე 18:18-ზე, ხოლო გადაცემის ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე, რადიო ათინათის Facebook გვერდზე და YouTube-ზე. უბრალოდ ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ამჯერად ძალიან დიდი სიამოვნებით მივესალმები ბატონ ლაშას. ბატონ ლაშა, მუჭოზოჯუნდ გომორძგუა. გომორძვადო ჯგირობუა თქვანი. ონჯუა ჯგირობუა ჩქინი რადიო მარჩკლე. მოგესალმებით ძირფასო რადიო ათინათის მსმენელებო, საღამო მშვიდობის, ჩვენ აქ ვართ. მოხიორი, კინგა კიფშაყარით ათაკ სტუდიას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ. ხოთშეს კარგი გამოხმაურება ქონდა წინას და ძალიან მიხარია და ვამაყობ. დავაანონსეთ და ბევრმა მკითხა რა არისო და მეთქი შეიძლება ვიცოდე, მაგრამ არ ვიტყვი. სპოილერებს არ ვართ. რაზე ვსაუბრობთ ბატონ ლაშა დღეს? ჩვენ როგორც აღნიშნე წინა გადაცემისას, მოკლედ ვისაუბრეთ სარიტუალო ხეებზე, უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვტოვებდით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ტრადიციას და რიტუალს, რომელსაც ბონი ეწოდებოდა. მოკლედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ, მოვახსენოთ რადიო მსმენელებს დეტალურად თუ რას ნიშნავდა ბონი, საკმაოდ არქაული ფორმა არის ეს ტრადიცია და გვიანობამდე შემორჩა, თუმცა ქრისტიანიზაციის შემდეგ მოხდა მისი კომპლექსურად გასხვაფეროვნება, ტრანსფორმაცია, შეინარჩუნა ძველი ტრადიციები და შეიძინა ქრისტიანული ელემენტები და მოკლედ ამაზე გვექნება საუბარი. ამას ვერ გამოვტოვებდით ვერაფრით. ნამდვილად. ორ ენაზე როგორც აღნიშნე, დიო მარგალურო ქოპთქუათ თეჯგირამბედო უკულ ქოპთქულო. ქოპთქუათ. კონტას მოკლედ მონარხი მუდათ ვეუას ჩქინ მარჩილებს შანთეშნერე ბრელიც ქენაშწყება გვაუნუ თეშ ქოპთქუან კამდღარე ჩქინ თარჩიებარე თემარე ბონი შეგურშენ ქოპთქუან და მურთე ბონენთის ქოპთქუან მარა თეშახ ჭიჭემუდას აწმავენჯის ხოლო კაწუნუანთ სამიარე ჩქინერე მუჭოთ მარგალებ ჩას გიშაკერზაფილ პატის გედვანდეს ჩქინი არტ რადიო გინო ჩამას ქიფჩი რიტუალე ჯალებშე სოდე დეტალურო გებჭარით ნამუდა მარგალებ უმოსო გიშაგორუნდე ჭყონიშ ცხაცხუშ ურთხელი ჯალებს ჩაშო რიტუალესენებ თხილერე ბრერ გინო ჩამივებს ხოლოდო თეშე ხოლო ქიფჩით ბრეშა მარა ასე ქოპთქუან თიჩკი გიშეპტათნთი რიტუალე მუდებს და გინიბლე თართემაშა და კონტას ქოპთქუან თენებში და ინტერესერე ნამუდა მარგალებს უხუთეს ჯაშხვამა ნამუთ ინწყუაფუდ მარაშნას მუჟამით მუშეშ ახახილდო ჯაშ მებუნაფილ ბინეხი წიდუას კდიჭყანდეს ჯაშ ეშულაშა მარზგვან კუჭხეს ქიმკოდუგინდეს და ქოთქუანდეს ჯაშ ტანიდო ჯაშ ქეჩერ ჟიესმასუ ზალამეჩ ხომლა გულადირ ლადირ გუმანგარია ათემ დღაშო ჭუნდეს რიტუალე კვარებს ნამუსუ ჯოხო ჯაშკვარი ეს ჭუნდეს ფანია შარზა მაკათურის თიათ ოხვამე ხონჩაშე არზა მუშ თია კვარს გეჭოფუნდ ქიმის ჯაშა ნამუსუ ბინეხმებუდუ მარზგვან კუჭხის ჟიქიმ კოდვანდეს თუდო კვარს გაგთულუანდეს და ხვამას კდიჭყანდეს კვარებ ჯას ქიმკუწაწუანდეს და ოჭკომუნდეს მარგალებს ხოლო უჭკუდეს ჯაშსოფუა ნამუთ მანგარო მოგეც ამდღანერ ჩქინჩიებას თართემას ერზოთ ჭენიერებას ხარხოს სადა ჭენიერებარდ ბანზას იწყუაფუთენა მარტვილის მუნიციპალიტეტის ოფუტე ბანზას სოდეთ ოსურების თანაფასახნათ იმდგართ ხვადათე ჭენიერობა და ათემ დღარხოს აკოშაყარელ კათა ქოუცენდეს არტ გიშაგორი ჯას წვანჯიშა ეშელენდეს და ნოელებს ხოლო ქუნკაბუდეს თეშ დიხაშე გიშაჩქინე ჭხვიჭხვებს ჭვერხის მოჭკირინდეს და უდოჭყანდეს ათე ჯას დოძანძაფას ჯაში მუდშილებენ მალასე შანთხორუა ნამუსუდო ხოლუც ზარეფიშ რეკუა მეგამა ბუკიდო დაურაში მეგამა კირიალესონიშ ბირა ჯგიროი კოროცხუ და ნუ მუდ მალას მუდანდეს თე ჯას ეკართი მონდეს ხო მარათეს მუშ მუდაუღუ აი ფრეც ენწყმა მონთხორი ჯას სუმშა მუკულუანდეს ოხვამეს და უკულ კიდალას ქიმკაპონანდეს სამოხიოშ მანჯღერე ჟიგეშეშ და იჯვას გიგნიწერ მაკათურებ წკონდა ჯეგეშ მარტით დოხვამად მახინჯებ და უბეადა შურიშ კათას დოჭყენ თეშ თუდო გიმულაშ უკულ კათა ქოუცენ ჯას ნოელებს გელატახუნდეს და უდეშა მიდიღანდეს მუჭო წკონდა ძალაშ გიმაჩამალი თეშ ათას გოშვილირ ჯაშ ტანს ოხვამეს ეზოს კინოდვანდეს და არწანას გემკიშუნ უკულ დოჭუნდეს ათაშ ნამუ
და მაგალითად ჯაწუმა მერცხი ბრე რიტუალებ მიუღნადო თენა ბრე ერთხილერი ასე არ რიტუალში ქიფჩიებოთ ნამუსუ ჯოხო ბონ ტერმინ ბონ მარგალურს გიმირნუა შხოდოშხა შანულობათ მანგი თინი მართალი ფორი და ხოლო უხოლო გაზმარენ შანულობა მარა ბონი ჯოხოთ ხოლო რიტუალურ ჯას ნამუთუ დ ჯა ბორზალი მარგალურ ოწესე ჯა რინაშ სიცორს ხალეს სიმბოლურ ჯა ბონ ფაქტიურ დ ოხვამიშა მიიღალარ სუმ 4 მეტრაშ სიგინზაშ ლანჯიშ ცხაცხუშ ვარ და ნუზუშ თინ ბონიდო სკვამჯა ნამუსუ დუნდი თუდონი აკანშე წკენტერიათ სკვამასაფოთ მუწოთოლიერი ათე ბონის ჯაშ მოხაზირება დო გიშათოლუა მიშ მანგარო გურ გედვალირო ათე შენ გიშაგორუნდეს თინ ლანდარჯგუა ჯას თეს მოჭკირუნდეს ჯინჯის წკენტერია სკვამას გამწოთოლუნდეს თეშ ტანს დო ნოელებს კუნკუსკუანდეს ხანტურია ლენტებს ნოჭკერებს ვარდახოლე სხვადასხვა ფერის ოღაფლებით დოღაფუნდეს ნოელებს კუნკაბუნუანდეს ხილს უშკურს ხუს ბიას ბერწუს და თაშ ხოლე უჩკუდეს გემუანეფიშ უმოსო კანფენტეფიშ დო ჯანჯუხეფიშ მოკობუნაფა ხოლე სოდე დელანჯუდეს ანთისი მაღალას გილაქიმნეს სანთეს კიმკაჭაბანდეს და თეს კომონტენდეს ათაშ გონწყი ჯას არც სამოხიოშ მუდგაზმარენ კოჩ ხუჯებშა კიგლედვანდეს და ოხვამეშა მიდეხანდეს ტრადიციულო ათე ოხვამეფ უმოსო ჟი ემაღალია კანეს მკოდგუდო ბონიშე კოხალას კოჩე ფართიანს ეთირებდეს მართალრე ინა მონკავარდ მარა სიმბოლური შენ ართიანს ქეთირებდეს თეშ ღალას მუშენ და არძო მაკათურს ოკოთ მუშთია ოღალიშ ღალა ბონის ჯას წირინდეს წირდე ჯეგეშ ჯოხონაშე ბონს მუჭოთო ოხვამეშა ქიმიღანდესն სუმშა მუკე მუკულვანდეს უკული ოხვამეშ კიდალას ქიმკაპონანდეს და ხვამას ქდიჭყანდეს წირდე ჯეგეს ქოთხინდეს თხილუას ხვალე ათე ოხვამეშ აპადო დიაკონ ვარდა სხვა ოხვამეშ დინახლენ მოინალე პერიოდულო გამკონწყუნდეს ხიზ და თა მუკუბუნაფილ გემუანებს ჯას სოიშახ ვახუმუდ თეშა ხეს მითი ვემეთხუნდ ხუმლა ჯას დიაკონ ტყაშა დათინუან თეშ დიშკა ჭოლა ვაშინერთუ ბონი ჯა ხოლო ხვალე მეუღუ თიშნერ კოჩის მიდგას სოდე ბუბურჯუანთ და ალობას ითხინდუნ ათეცალ მონარღულ კოჩი ხუჯიშა კიგლედვან ბონის ჯას და ოხვამეშა მიდეხანთ ათე რიტუას სამარგალო ჯოხოთ ადამიაშ ბორზალი წირუა სამარგალოს ადამიაშ ბორზალ შანულენთ სოდაი სიმონკას ტომბა ნარღებას ათე ტერმინ მერცხიდე არ გინო ჩამაშა კერძოთ მიდგარენ ადამიანს თურიშ კოჩის ნამუსუდ გინოძე მანგარცოდა მუშ ნარღებაის ბაზასით სანაკეს ხვალე ქუდუჭყა ბრინა თეს იონა მირონიშ მიკმასუმალარის ჯოხონაშო ხამეშა საწირო ხუჯებით გეკუღალ კინაშ ბორზალი ნამუშად ამშ ხოჯის ვაწაკუნე თურმე კათა თეს გახანგებულო ნოჯნვე და ათე შუკულ ბონიშ ოწესე ჯაშა ადამიანს ბორზალ ხოქი გუდვალნა ათაშ ნამოდა იზირე მუჭოთ ბონიშ ტრადიცია მოურს კვალე ჯეშ ბორჯიშე არქაულ ფორმებუ ქირსიანობაში მუშულაშ რდუ ოწესე რიტუალი უკულ თერიტუაკ მიიღ ტრანსფორმაცია ქირსიანობაში ელემენტებს ყმართო დოთხილუ მუშდუჩე იანგუნება ქირსიანობაში ბორჯის გოგოთაშა ჯუარიში თირუაშ რიტუალ ხოლო მუშდუჩა ქემეცხუდო წკონდა ქრისტიანულ რიტუალო გენირ უკულ თეკ ბოლო პერიოდის აი მეც ახლა სიმართლე გითხრათ პირველად მესმის ამ ბონის შესახებ რატომღაც მე მეგონა რომ ეს რაღაცა ეს ხე ჩოლებრივი ხის სახეობა იყო რომელიღაცა ფესვები ქონდა ამოდიოდა აქ ნახეთ მთელი ამბებია კი შელამაზებული აქ ხატრულად გაფორმება მედიოდა თვითონ ამ ხის მე ეს ხილებს და იმასაც ნაყოფიერებას უკავშირდებენ ეს იყო სიცოცხლის ხე ფაქტიურად დაკავშირებული ანუ ზოგადად მეგრელები ხეს უკავშირებდნენ ადამიანის სიცოცხლეს ანუ ადამიანი რო დაიბადებოდა მაშინ მის სახეზე გავხდნენ ხეს და რო გარდაიცვლებოდა მაშინ იყო ეს ჯასოფუას რო რაც აღნიშნეთ ანუ მის სახეზე დარგული ხე ანუ უნდა ამოეთხალათ ანუ ამ პიროვნებისთვის იყო ეს ყველაფერი და ეს სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და მოკლედ ხესთან დაკავშირებული რიტუალები ძალიან ბევრი უბრალოდ ჩვენ ზოგიერთი მათგანი რომელიც უშუალოდ ახლოს იყო ჩვენს თემასთან ისინი ჩამოთვალეთ სხვა შორის აი რაღაცას რო იტყვი ხო ნებისმიერი საკითხი აი თითქოს უმნიშვნელოც რამ ხელამს აქვს შინაარსი და როგორ ყველაფერს ერთმანეთს უფერებენ და უსადაგებდნენ და როგორ იყო ეს ყველაფერი ერთმანეთთან სხვა შორის ადამიანი ნორმალურად სრულფასოვნად ითვლება იმ შემთხვევაში თუ ცხოვრების მანძილზე სახლი აშენა ხედარგო და შვილი ყავსო აი ნუ ზოგადად ეს ხის კულტი არის რა ვიცი ყველგან და განსაკუთრებით კი სამეგრელოში ძალიან საინტერესო ჟღერდა ეს ყველაფერი მეგრულად არის ყორთული მაგრამ საქმე წესრე ყორთული ხოლო კოპტკოა რე ხალხი სამარგალოს ხოლო რენა ფერებ მარგალურ ვარჩკილენა კო სანარგალო ახალებს ვარჩკილენა ჩკინ და ვარჩკილენა მაგრამ ვათქუა პირდაპირ მასე მაგადუკო სპეციალურად ახალებსო და ვაგაგენა უშენდა ირდღას ვაუღუნათ ეხوارებას თე ჩიება ოდო მუჟამ ჩიებას ვარანა ირიათო ვერნუან ქანთი მუდებ ზიტყებ დინუ ოდო თიშენ მანგარო უჭირე ქგეგა ანთენა მუჭორე მუს შანულენსონდო ათენა მანგარსანარღორე ქორთული კოპტკუათ კი ბატონო ქართულად მოგახსენებთ დღეს ჩვენი საუბრის თემა არის ბონი მოკლედ საყოველთაოდ ცნობილია რომ მეგრელებში არსებობდა ხის განსაკუთრებული თაყვანისცემა ეს არა მარტო მეგრელებში მაგრამ ჩვენთან რაღაც
საკრალიზებული იყო ეს საოცრად და ძალიან ბევრი რიტუალია შემონახული. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში შევეხეთ სწორედ ამ სარიტუალო ხეებს, სადაც დეტალურად აღწერეთ, რომ მეგრელებში ზუსტად ეთაყვანებოდნენ შემდეგ ხეებს, ეგ ჭყონი, იგივე მუხა და ჭყონის ინსტიტუტი, ჭყონ დიდი და საოცარი და ფაქტიურად სახელოც კი შეიქმნა მთელ სამეფო ინსტიტუტში, ცაცხვი, უთხოვარი და ასე შემდეგ. ხეს ეთაყვანიცემა კი გამოხატულია არაერთ რიტუალში, მოკლედ შევეხებით ზოგი მათგანს ძალიან მოკლედ. ნიშანდობლივია, რომ არსებობდა ხეზე ლოცვა, ჯაშხვამა. ეს იშვიათია, სხვა ეთნოში ნაკლებად არის, რომელიც იმართებოდა მარიამობას, როცა შემოდიოდა ხეხილისა და მაღლარი ვაზის ნაყოფი და იწყებოდა რთველი. ხეზე ასვლამდე ზედ საფეხს მიადგამდნენ და იტყოდნენ ჯაშტანი და ჯაშქეჩერ, ჯიეშმასუ ზალამეჩი, ხომლა გულადირი, ლადირ გუმანგარი. ხისტან ფესო, ამსლა ზალამიანიჭე, ცირს უნებლად ჩამოიყვანენ, ნედზე შედგეს, გაუმაგდეს, ხმაზე შედგეს, გაუნელდესო. ამ დღისთვის ხო, ძალიან საინტერესო. კი ბატონო, ამ დღისთვის გამოცხობილ რიტუალურ კვერებს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშკვარს, ანუ ხის კვერებს უწოდებდნენ, მას აცხობდნენ ოჯახის თითოეული წევრისთვის. სალოცავი ხონჩიდან ყველა თავის კვერს აიღებდა, მივიდოდა შესახლებულ ხესთან, რომელზედაც ვაზი იყო გაყვანილი. მარჯვენა ფეხს მიადგამდა, ქვეშ კვერს გამოიტარებდა, დაელოცებოდა, კვერებს ხეს შეახებდნენ და იქვე შეჭამდნენ. იქვე მიირთმევდნენ. მეგრელებმა ასევე იცოდნენ ჯაიშსოფუა, ხის მოთხა, რომელიც ძალიან გავს ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას და მაგიტომაც შევაჩერეთ ყურადღება. კერძოდ, ჭვენიორების დღესასწაულზე, ანუ ეს პატარა აღდგომას რო ეძახიან, თომას აღდგომა. არ თქვა, ქალების აღდგომა. თორცოთა გვაქვს კრიტიკაც მივიღეთ. მოკლედ, ჭვენიორების დღესასწაულზე ხალხი ხეს მისივდებოდა, ტოტებსა და კენწერებზე დაეკიდებოდა, ტანსა და ზედაპირზე ამოსულ ფესვებს მოეჭიდებოდა და ერთობლივად არყევდა, რომ სწრაფად მოეგლიჯათ. ხის ჩქარი ამოთხრა, რასაც ახდა ზარების რეკვა, ბუკის ცემა და კირიალესონის გალობა კარნიშნად ითვლებოდა. მოთხელ ხეს სამჯერ შემოატარებდნენ ეკლესიის გარშემო, შემდეგ ეკლესიისავე კედელს მიაყუდებდნენ და უხუცესი ზედ ავიდოდა, ირჯვარს გადაისახავდა, ხალხს წმინდა გიორგის სახელით დალოცავდა, ხოლო ქურდებსა და ავსულებს დაწყევლიდა. მისი ჩამოსვლის შემდეგ ხალხი მისვივდებოდა ხეს, ტოტებს შეამტვრევდა და შინ მიქონდა, როგორც წმინდა ნაწილები. განძარცული ხის ტანი ეკლესიის ეზოში რჩებოდა და ერთი წლის შემდეგ დაწვავდნენ. ახლა ეს ბოლო ეტაპი ისა განსხვავდება ჩვენი დღევანდელი რიტუალისგან და ამასაც ყურადღებას მივაქცევ. ამდენად მეგრელებში ხესთან დაკავშირებული არაერთი რიტუალია დაცული. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა კი კიდევ ერთი საწესო რიტუალს ეხება, რომელსაც ბონი ეწოდება. ტერმინი ბონი მეგრელში შემდეგი მნიშვნელობით გამოიყენება: სწორი, მართი, პირდაპირი, მართალი, ფარი, მაგრამ ბონი იყო ასევე რიტუალური ხე ბოძალი, მეგრული საწესო ხე, სიცოცხლის ხის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენდა სალოცავში მისატან 3-4 მეტრის სიგრძის იფნის, ცაცხვის და ფიჭვის სწორსა და ლამას ხეს, წაწვეტებული ძირით. საგულდაგულოდ მიმდინარეობდა ბონის ხის დამზადება. ამისთვის შეარჩევდნენ სწორ და ლამას ხეს. მას მოჭრიდნენ, ძირებს წაწვეტებულად გაუთლიდნენ. მის ტანსა და ტოტებს ფერადი ლენტები შეამკობდნენ. ან ნაირი ფერების საღებავით ააჭრელებდნენ. მის ტოტებზე დაკიდებდნენ ხის, ეს იყო ვაშლი, მსხალი, კომში, ბროწეული და ასე შემდეგ. აგრეთვე იტყოდნენ ტკბილეულს უპირატესად კანფეტებითა და ასევე იცოდნენ ტკბილეულის ჩამოკიდება, უპირატესად კანფეტებით და ჩურჩხელებით ხდებოდა მისი შემკობა, მას ასევე საწერ სანთლებს აკრავდნენ. ასე გაწყობილ ხეს ერთი სამოხიოს რამდენიმე კაცი მხრებზე გაიდებდა და სალოცავში მიქონდა. ტრადიციულად ეს სალოცავები მაღალ გორაკზე მდებარეობდა და ბონის ტარებისას ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ვინაიდან ყველა მონაწილეს უნდოდა თავისი წილი ტვირთი ეზიდა. ბონის ხე ძირითადად წმინდა გიორგის სახელზე წირავდნენ. ბონს ეკლესიის გარე კედელზე მიაყუდებდნენ, ილოცებოდნენ და წმინდა გიორგის ფარულობას შესთხოვდნენ. ხოლო ღვთისმსახურნი ხესა და ტკბილეულს პერიოდულად ჩამოხსნიდნენ. ხეს არავინ ახლებდა, ვიდრე არ გახმებოდა. გამხმარს დიაკვანი ისევ ტყეში დააბრუნებდა. ამ ხის დაწვა შეშად გამოყენება არ შეიძლებოდა. ბონის ხე ასევე მარტო აქონდა ისეთ ადამიანს, რომელსაც ძიმე ცოდვები ჰქონდა. ის მონანიების მიზნით მხრებზე გაიდებდა ბონის ხეს და ტაძარში მიქონდა. ამ რიტუალს ადამიანს ბორზალის წირვა, ანუ ადამიანს ბოძალის შეწირვა ეწოდებოდა. ადამიანში ბორზალის საზოგადოც სამეგრელოში ნიშნავდა მეგრელებში ცოდვის სიმძიმეს, მძიმე მონანიებას. ეს ტერმინი დაკავშირებულია ერთ საინტერესო გადმოცემასთან. კერძოდ, ვინმე ადამიანს, რომელიც საკუთარი მძიმე ცოდვების მონანიების მიზნით სენაკში იყო განმარტოებული, იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მხრებით აუტანია რკინის ბოძალი, რომელსაც 6 ხარი ვერ წევდა თურმე. ხალხი ამას გაუცებით შეხვედრია და ამის შემდეგ ბონის საწესო ხისთვისაც ადამიანს ბოძალი დაურქმევიათ. ამდენად ბონის საწესო რიტუალი დაკავშირებულია წინარე ქრისტიანულ ტრადიციებთან, რომელიც ქრისტიანიზირების შედეგად თავისი ხასიათით ტრანსფორმირდა, შეძიძნა ახალი გოლგოთის ჯვრის თხრებით ელემენტები, მაგრამ ასევე დარჩა არქაული ფორმები და მოკლედ გვიანდელ პერიოდამდე იყო ასე დაცული ჩვენს ყოფაში. მოკლედ ძალიან საინტერესო. აი რამდენი რამე არ ვიცით, რამდენი რამე არ მოგვისმენია და როგორი საინტერესოა ეს ყველაფერი. ბონი, რა, აი ხო თითქოს არაფერი, რა გეუბნება ეს სახელი, აბსოლუტურად
ზუსტად არ ფსარგეოვნება. ამ დროს როგორი ისტორიული და თან ქრისტიანული და ადრე ქრისტიანული და მთელი ამბების მატარებელია და მთელი შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა. კი, სხვადასხვა ხა მაგალითად ევროპელები ასეთ ტრადიციას აუცილებლად გააცოცხლებდნენ, იქ ლამაზად მორთავდნენ, იქ რიტუალი იყო, ცეკვა, თამაში, რაღაცები, გაკეთილშობილება, გაკულტურება ხდება ასეთი ტრადიციების და სწორედ ჩვენ გვაქვს ეს რესურსი. ხალხი იგონებს რაღაცა. რა გუშლის ხელს, რა ვიცი, იქ ნატრის ხეროა და რთავენ და დააყრიალებენ იმ რაღაცა. სადღაც არის არ ვიცი ლიტვაში თუ სადღაც არის მსგავსი რაღაცა, რომ ხეს რთავენ და ცეკვავენ და საოცარი ისინი არ მახსოვს ზუსტად. რომელი ქვეყანა მოკლედ რით უნდა გაგვაოცოთ ბატონაშა იმ ხუჩაბას, რას უნდა ხუჩაბას სხვათაშორის მე მომწერეს და როგორც ჩანს ახალციდან არის დევნილი ერთ-ერთი მოქალაქე კაბატონი მეგი რომელმაც მითხრა რომ აი ილორობაზე თუ შეიძლებაო და ეს ძალიან საინტერესო აქტუალური თემაც არის. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ ილორის ტაძარი როგორც ყველაზე ძლიერ მოქმედი, სასწავლო მოქმედი ხატები იყო იქ დაბრძანებული, მოსახლეობა ჩამოდიოდა შორეული და მოკლედ აქაც კი წინარე ქრისტიანული ტრადიციები ძალიან მკაფიო ჩანს და მე როგორ ხდება ეს გაქრისტიანება ამ ტრადიციების და სხვადასხვის წმინდა გიორგი მოახერხა ის რომ ის რამოდენიმე პოლითეისტური პანთეონიდან მიეთვისებინა ფუნქციები. ილორის ხოჯი ეს ყოველთვის განთქმული იყო ილორს ხარს რო წირავდნენ და გამოთქმა. დღესაც არის ხოლმე ეს გამოთქმა, როცა ადამიანს რაღაცას უმტკიცებენ, ილორშა მიდურქია, ხო? ანუ ამით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. აი ილორშა მიდურქია დღესაც არის. ჩემი ყური გამიგონია რამდენჯერ წინაპრები. კი ბატონო. ათე ჯგუ ამბებ მიღნეთ, კი. ხო. თეშოვორეთ так. ძალიან დიდი მადლობა რომ გთავაზობთ თემებს. ასე გააგრძელეთ ჩვენს ფაქტი გვახარებს და სიმართლე გითხრათ, გვაკვალიანებს კიდევაც რის მერე რა გავაკეთოთ, ხო? ძალიან კარგი აქტიურობა და რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ გითხრათ ჩვენს, იმიტომ რომ არ გამოგჩენს თქვენთვის საინტერესო თემები და მაქსიმალურად მომემზადებით. ბუნებრივია, იმიტომ რომ გზავნოთ პასუხისმგებლობას თქვენგან ის დამოკიდებულებას. თავდაპირველად მართალია ვერ აიწყოს ურთიერთობა, მაგრამ ეხა უკვე მართლაც თამაში შეგვიძლია რომ ჩვენი ადგილი გვაქვს და შესაბამისად ჩვენი აუდიტორია როგორც არაერთხელ აღნიშნეთ და ელოდებიან ჩვენგან სიახლეებს და მიხარია რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა შედგა. და ეხა ვერ აიწყოზე ვიტყოდი 1-2 სიტყვით რომ ჩქი ზოგადო ჭიჭე იცით ხუჯაფალი მიოხუჯაფალი ჩქი ბუნება ჭიჭე სიახლეს მუდათ უჯინეთ კრიტიკული მიოხუჯაფალი ხალხორეთ გუდგარენ ჩგირო კოგებგათ კიდვეკვირათო კოდო უკული ქოგირნობა აღირ მუსეთნე და ვაყოფეჩკი გლახაკათა და ვაორეთ გლახაკათა ვაორეთ დარაიეხა კათა ჩვენ მე კიდევ ერთხელ ვამბობ სიამაყედ ხაზი მინდა გავუსვამ ბატონლაშა არის ისტორიკოს კვლევარი არტეფაქტებითაც გვაქვს დადასტურებული ეს თემები ისტორიულად მოძებული ასე რომ ჩვენ სიამაყით ვამბობთ ამ ყველაფერს და შემოგვედავეთ აქავართ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი რატომ ჩხუბობთ დღეს საღამოს ბატონლაშა რას ვამტკიცებთ მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის მადლობა რომ ერთად ვართ მადლობა რომ ელოდებით ხუთშაბათს ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადის კინოხონე ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ ესეც ჩვენი კიდევ ერთი საინტერესო გადაცემა მადლობა ბატონლაშას მადლობა ყველას ვისაც წვრილი მიუძღვის ამ გადაცემაში და მადლობა თქვენ რომ ასეთი პოპულარული გახადეთ ჯირობოას გიზალენთ მომავალ ხუთშაბათამდე გაიხარეთ დიდი მადლობა მოგიკითხავთ ყველას კიდევ ერთხელ ქრისტეს მიერი სიყვარული წარმატებებს გისურვებ ჯგიროს ზოჯუნდა ბედნიერო ქოფედა და ხე გომორძგვილო ხე მორძგვას გილერთმდა გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში